ტრადიციულად რუსთაველის გამზირზე ვიმყოფებით საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც უკვე 52 დღეა პროევროპული დემონსტრაციების მთავარი ეპიცენტრია. დედაქალაქის მასშტაბით დღესაც არაერთი საპროტესტო მარში გაიმართა და საპროტესტო აქცია, რომელმაც საბოლოო ჯამში თავი მოუყარა ყველა დემონსტრანტს რუსთაველის გამზირზე საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიასთან. საავტომობილო გზა უკვე გადაკეტილია რუსთაველის გამზირზე ჭანტურიას ქუჩის კვეთიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად აქციის მონაწილეებმა მაინც შეძლეს გზისავალი ნაწილის გადაკეტვა. პროტესტის 52 დღეს, უწყვეტი პროტესტის 52 დღეს მოქალაქეები კვლავ უცვლელი მოთხოვნებით იკრიბებიან ქალაქის ცენტრალურ გამზირზე. ეს არის ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება სამართლიან გარემოში და პატიმართა დაუყოვნებლივ გათავისუფლება იმ პირთა, რომლებიც დააკავეს გასული დღეების საპროტესტო აქციების განმავლობაში. დაკავებულთა შორის არაერთი პირი არის, მათ შორის არიან კულტურის სფეროს წარმომადგენლები, მსახიობები, ასევე დაკავებულია ჩვენი კოლეგა გამოცემების ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი. რუსთაველის გამზირზე ამ სულისკვეთებით და ამ მოთხოვნებით მოქალაქეები 52 დღეა იკრიბებიან და ასევე აპროტესტებენ ქართული ოცნების 2024 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესი 2028 წლის ბოლომდე გადაიდო. ბუნებრივია, ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ვესაუბრებით მოქალაქეებს, აქ მოდიან და იკრიბებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, სხვადასხვა ასაკის მოქალაქეები, შესაძლოა სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების მქონე მოქალაქეები, რომლებსაც მხოლოდ ერთი რამ აერთიანებთ, ქვეყნის ევროპული მომავალი, დამოუკიდებლობის და თავისუფლების სურვილი. საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მომხრეები იკრიბებიან რუსთაველის გამზირზე და ასევე თბილისის და ქვეყნის სხვა წერტილში. ჩვენ ახლა გავესაუბრებით აქციის მონაწილეებს, როგორც ამას ვაკეთებთ მთელი ამ 52 დღის განმავლობაში. არაერთ მოქალაქეს ვეკითხებით აზრს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, მიმდინარე პოლიტიკური კრიზისთან დაკავშირებით. საღამოშტობისა მოგესალმებით. ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი შექმნილი, არის უამრავი დაკავებული მოქალაქე და მოქალაქეები კვლავ იკრიბებიან პროტესტის 52 დღეს რუსთაველის გამზირზე და აპროტესტებენ ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობას. რა შეიძლება იყოს ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის ეფექტური გზა, რა შეიძლება იყოს ის ნაბიჯი, რომელიც იქნება გადადგმული დეესკალაციისკენ? დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. სამწუხაროდ აქ არც ისე მარტივი სიტუაციაა, როგორც გარედან ჩანს, ანუ ხალხი არ აპროტესტებს მხოლოდ არჩევნებს და არ ითხოვს მხოლოდ ახალი არჩევნების დანიშვნას, რადგან ჩვენ ძალიან კარგად გვესმის სისტემური ცვლილებების გარეშე და პოლიტიკური სპექტრის ცვლილების გარეშე ჩვენ ვერაფრით ვერ მივახცეთ იმ ცვლილებებს, რომლებიც დაგვიბრუნებს სახელმწიფოს ხალხს. თუ კი გადახედავთ state capture ანგარიშს, მსოფლიო ბანკის მიერ გაკეთებულ ანგარიშს, ძალიან მარტივად დაინახავს ყველა ქართველი, რომ საქართველოში არ არის ინსტიტუცია, რომელიც კორუმპირებული კლანების ხელში არ არის. ყველაზე ცუდი ის არის, რომ მართალია საზოგადოებრივ მაუწყებლის დაბრუნებას ვითხოვთ, ყველა ოპოზიციური ტელევიზია დაკეტილია ჩვენთვის. აი პირადად მე ხო ძალიან ბევრი მცდელობა მქონდა, როგორც თქვენთან მოვედი, არც ერთი ტელევიზია ეთერს არ მითმობს. და რატომ? მე მაქვს სურვილი მიმართო საქართველოს მოქალაქეებს, რომ გამოსავალი არ არის პოლიტიკურ ცვლილებებში, გამოსავალი არის შინაგანად ჩვენს ცვლილებაში. ჩვენ თავში უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ ვართ თითოეული ჩვენთაგანი მისი უდიდებულესობა საქართველოს მოქალაქე და სანამ ამას არ დავიჯერებთ, რომ ქვეყანა მე მეკუთვნის, თითოეულმა უნდა თქვას იგივე სიტყვები, ქვეყანა მე მეკუთვნის, პოლიტიკას ქმნი მე და ჩემი ნების აღსრულებას ფირავობ პოლიტიკოსებს. მე ჯერ კიდევ 20-21 წელს შევთავაზე ტელევიზიების პროექტი რატომ დაგიქირაო გადაცემათა ციკლი, რომელიც წინასაარჩევნო პროცესს გადაიყვანს აი როგორც ჰოლდინგის კორპორაციების და CEO-ების დაქირავების პროცესად. და დღეს ჩვენ გვექნება ლექცია, ძალიან მალე დავიწყებთ, ღია სივრცის ტექნოლოგიები პოლიტიკური გარდაქმნისათვის. და არის მე მაქვს მზაობა, რომ აი თუ გინდა ხვალვე დავიწყო გუნდის ჩამოყალიბება, რომელიც აქვე შექმნის open space workshops არის ასეთი, სადაც ჩვენ გავამზადებთ პეტიციებს, გავამზადებთ
მე მაქვს გამზადებული პეტიცია ერთი კონტრაქტი კანდიდატებსა და ამომრჩეველ შორის ვიმუშავეთ კონკრეტულ ცვლილებებზე, რაც საკანონმდებლო ცვლილებები უნდა გატარდეს და ის პოლიტიკოსები, რომლებიც ხალხთან სასაუბროდ არ მოვლენ, ჩვენი თავიდან უნდა წავშალოთ და ხმა არ უნდა მივცეთ. მხოლოდ ასე გავაქრობთ კორუფციას და მხოლოდ ასე დავიბრუნებთ სახელმწიფოს მოქალაქეები და არა რომელიმე პოლიტიკური კლანი. დიდი მადლობა.